ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. ფრანც კაფკას მოთხრობის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი მეტამორფოზა მცირე სცენაზე 17, 18 და 19 ივნისს გაიმართება. ჩვენი სტუმრები არიან მარიამ სიხარულიძე, სპექტაკლის რეჟისორი და მსახიობი ზაზა ზოიძე. დილამ შვიდობისა, მადლობა რომ ხართ დღევანდელი დილის ტალღის სტუმრები და მოკლედ დრამატული თეატრი აქტიურ ფაზაში გადადის, ბევრი პრემიერაა დაგეგმილი ამ მოკლე ხანში, მაგრამ საინტერესოა რატომ გადაწყვეტეთ ფრანც კაფკას ყველაზე ცნობილი ნოველა მეტამორფოზა დაგედგათ. რა ტიპის გარდასახვაზე უნდა ესაუბროთ მაყურებელს? და რა არის ჩაფიქრებული? მივესალმები ტელემაყურებელს. სამი პრემიერა იგეგმება საზაფხულოდ, ჩვენ ვართ პირველები და რაღაცა პასუხისმგებლობა გვაქვს დიდი. ფრანც კაფკას მეტამორფოზა ეს არის მე-20 საუკუნის ალბათ მთავარი მოთხრობა, იმიტომ რომ თავისი უნიკალური ფორმით, თხრობის სტილით არაფერს და არავის არ გავს. და ეს კლასიკად არის აღიარებული და შესაბამისად რახან კლასიკაა, ისეთ თემებს ეხება, რომ უკვდავი არის და ყველა დროს, ყველა ეპოქაში იქნება აქტუალური. მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რახან გავიარეთ ისეთი უცნაური და დიდი პერიოდი, როგორც იყო კორონას პანდემია და ვფიქრობ ამ თემაზე მე მგონი არც კი დადგმულა ჩვენს ქვეყანაში აი ამის მიხედვით რაღაც სპექტაკლი ვიფიქრე რომ ეს ხომ არ ყოფილიყო ის იზოლაცია რასაც გრეგორ ზამზე გადის რაც ჩვენ გავიარეთ და როგორც კაფკამ დაწერა თავისი ბიოგრაფიის მიხედვით ეს მოთხრობა და რაღაცა აქ ჩემი ამბავიც ჩავერთე ცოტა დაბადების დღე მქონდა და დამემართა ეს კოვიდი და აღმოჩნდი აბსოლუტურად როგორც გრეგორ ზამზას პოზიციაში საჭმელს მაწვდიდნენ რაღაცა ქვემოდან არ მეხებოდნენ და მე რაღაცა დაბადების დღეს მქონდა და რაღაც მინდოდა ხალხთან კომუნიკაცია და ეს ვერ მოხერხდა და ზუსტად მეც ჩემს დაბადების დღეზე ვიყავი იზოლირებული გამოკვეთილი. ეხლა შეიძლება გვეღიმება, მაგრამ ძალიან რთული იყო ის პერიოდი. ჩვენ გადავიტანეთ თითოეულმა მათგანმა. საინტერესოა მოთხრობა სცენაზე დადგმა რამდენად გაგიჭირდათ, რაიმე სირთულეებს თუ წააწყდით და ეს დეტალებიც გვაინტერესებს. ჯერ დადგმის პროცესში ვართ, ჯერ შორი გზა უნდა გავამბობთ. მაგრამ მე მგონია რომ იძლევა თვითონ მასალა იმის საშუალებას რომ თან ისეთ მსახიობებთან მიიწევს მუშაობა რომ მე მგონი რომ გაუმკლავდები. ჩვენაც ძალიან ბედნიერები ვართ მსახიობები რომ ახალგაზრდა რეჟისორი საინტერესო ხედვებით ძალიან საინტერესო რეპეტიციები გვაქვს. მოგვიყევით დეტალები, შიდა სამზარეულო გაგვანდით რა ეტაპზე ხართ? რა ეტაპზე ვარ და ჯერ მაგიდასთან მუშაობ. ჯერ არ უნდა ვარ ტექსტს ვასწორებთ. რაღაც ახალ კოვიდთან დაკავშირებით გადაგვაქვს. მე თუ მითხრა ეს ნაწარმოებები არის დაწერილი იმაზე, რომ ადამიანი მხოლოდ სხვისთვის არ უნდა ცხოვრობდე. აქ არის მოქმედი გმირი, რომელიც მშობლებსაც და ყველას უვლის ეხმარება და ბოლოს თვითონ რო გახდება ცუდად და თვითონ რო შეუძლოთა ყველა გაწირავს აბსოლუტურად და ყველა მიატოვებს. როგორც ხდება ხოლმე ცხოვრებაში საკუთარი ოჯახიც გაგწირავს თუ კი არ გამოადგები. უკვე ბალანს დაკარგავ თავის დროზე. ამიტომ ჭარბი პოტენციალი არავის არ უნდა მიიღოს ადამიანს. მაშინ მოგვიყევით როგორია თქვენი პერსონაჟის ხასიათი? უი ძალიან ცუდი პერსონაჟია, იმიტომ რომ მამას ვთამაშობ მე, რომელიც სამსახურიდან გამოუშვეს უბრალოდ დარჩა უმუშევარი დაიდო ვალები და ეს სამზე შვილი 14 წლის იყო ჯერ კიდევ რომ სამსახური დაიწყო იმის გამო რომ მამის ვალები გადაეხადა და დედას და რო უვლიდა და არაფერს არ აკლებდა და აღმოჩნდება რომ ეს უკვე სულად არის და გარდაქმნა ხდება უკვე მეტამორფოზა შულს რა ვიცი წირავს ბოლომდე და საერთოდ აი გულსივია შვილის მიმართ და ძალიან ცუდი მამაა რა. მარიამს მინდა ვკითხო, თქვენ რა მოლოდინები გაქვთ და აი თუ გამოდის ის ჯერ მაგიდასთან ხართ რა თქმა უნდა, თუმცა ესეც შემოქმედებითი პროცესია, თუ გამოდის ის, რასაც ხედავთ, რასურათსაც ხედავთ თქვენ და აი ზუსტად თუ ამართლებენ პერსონაჟები, მსახიობები პერსონაჟებს. მსახიობები ხრივ არ ძალიან კმაყოფილი, ჩემთვის მართლა ბედნიერება არის ესეთ მსახიობებთან მუშაობა. და
რა ვიცი, ნახოთ, მე მინდა რომ მაყურებელი რომ მოვა, ზუსტად გაიგოს ის სათქმელი, რა თქმა უნდა, რაც თვითონ ფრანც კაფკასზე და ჩვენი ვერსიაც რომ მისაღები იყოს და ზუსტად მოუყვეთ ის ამბავი, რომელიც გვინდა რომ მოუყვეთ. და ისე საინტერესოდ დგამს მარიამი, რომ ნამდვილად შედგება ის, რომ მოუყვებით და აი რა უნდა მიიღოს მაყურებელმა, რაგანც თვით უნდა წავიდეს თქვენი მიზანი რა? ჩემი მიზანი არის ის, რომ ვანახოთ მეტამორფოზა, გარდასახვა ადამიანების, აქ მარტო ერთ ადამიანზე, ანუ გრეგორი მზამბზას გარდასახვაზე არ არის, ეს მთელი ოჯახის გარდასახვა არის. რომ ვანახოთ ადამიანი, მოდი, კარგი, გავთქვათ. ადამიანი მოთავსდა იზოლაციაში, რომელსაც არაფერი არ ჭირს, ვიღაცა ფირმამ, რაღაცა ფირმამ გადაწყვიტა ესე რომ მოთავსებულიყო იქ, რომელსაც არაფერი არ ჭირს. სრულიად ჯანმრთელი. დიახ. და მაგრამ არის შიში, რახან ფირმამ თქვა, ოჯახის წევრებს ესა, რახან ფირმამ თქვა, ესე იგი აუცილებლად რაღაც ექნება. ხო. დიახ, ზუსტად. ესე იგი რაღაც ექნება. მაგრამ ნუ იქ არის კონფლიქტი და აპროტესტებს ამას, რომ როგორ ჯანმრთელი კაცი გამოვკეტეთ და როგორ არა რაღაც აუცილებლად ექნება. და აი როგორ ხდება ჯანმრთელი ადამიანის, მოდი ესე ვთქვათ, ვირუსად ქცევა. რაღაცა პარაზიტად ქცევა. ეს ადამიანებმა აქციან კი ვირუსად, მაგრამ თვითონ პერსონაჟს ჯერათ რომ რაღაც ჭირს თუ იცის რომ ის ჯანმრთელად არის, ვინც გამოკეთებს. იმ პერსონაჟსაც კი რახან ასუხიზმგებლობა აქვს რომ ოჯახს მოუაროს და მას კიდია ეს სულზე, რახან ჩემმა ფილმამ ეს თქვა. მე ასუხიზმგებელი ვარ, ვალდებული ვარ, რომ დავემორჩილო. მაგრამ რა თქმა უნდა, მე არის იქ პროტესტი და უკვე აქეთა მხრიდან, ანუ კედლის აქეთა მხრიდან ხდება. მამას იწევს სამსახურს დააც და ყველა შეუძლია. და აღმოჩენენ, რომ ეს კაცი არის აბსოლუტურად ზედმეტი. მე უკვე ყველა კარგად არის და ის აღარავის აღარ ახსოვს. აი ასევე საინტერესოა სცენოგრაფია და ვიზუალური გაფორმებაც. როგორი იქნება სპექტაკლში, ესეც რომ გაუზიაროთ დეტალები მაყურებელს. აი რახან საინტერესო რახან გითხარით რომ ეს იზოლაცია ხდება, მე მინდოდა მხატვართან ერთად გადავწყვიტეთ რომ ეს ყოფილიყო რაღაცა აი თაგვებს რო აკვირდებიან, რაღაცა აი ისეთი სივრცე შეგვექნა, ეს არის სახლი და ამ სახლში არის თითქოს ჩაშენებული კიდევ რაღაცა. საინტერესო. საიდანაც ვაკვირდებით. კი, რაღაცა ვიდეო კამერები არის, აი ეს ფირმა, რომელი ფირმაც არ ვიცით რა ფირმა არის. ფირმა არის, რომელსაც აქ ძალიან ბევრი რაღაცა. და ნუ საბოლოოდ იხსნება ეს სპექტაკლის ბოლოს იხსნება თუ ეს რა ფირმაა, საერთოდ რა ხდება და რის ხდება. მგონი ზიმბარდოს ექსპერიმენტს გაქვს. ხო, რაღაცა ექსპერიმენტი არის. საინტერესოა ასაკობრივი ზღვარი თუ არის შეზღუდული და აი კონკრეტულად თუ არის რომელიმე ასაკი, რომელზეც გათვლილია ეს სპექტაკლი. იცით რა, მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ახალგაზრდები უკვე იმდენად მიჩვეულები არიან და იმდენად სხვანაირად განვითარებულები არიან, რომ ვფიქრობ, რომ 12 წლიდან შეიძლება უკვე ისეთ ამბავს უყვებით, რომელიც მე მინდა ყოველ შემთხვევაში რომ ეგეთი ამბავი მოყვეთ, რომელიც შეიძლება ყველა ოჯახმა რაღაცა იდენტიფიკაცია გაავლოს თავის თავთან, საკუთარ თავთან. აი თქვენ თუ რაღაცა კი უარყოფითია პერსონაჟია, მაგრამ ყოველთვის არსებობს მეორე მხარეც, ხო, ყველა ადამიანში დადებითი, ასევე ნათელიც და ბნელიც, ხო, აი რაიმე საერთოდ თუ იპოვეთ ამ პერსონაჟთან და რაღაცა. საერთოდ ვიპოვე, რომ დალევა უყვარს, ის უყვარს. ხშირად მიყვარს კრესლოში და ტელევიზორის უყურება ჯდომა და აი ამით გავს. აი ისე არა ხო ეს როლში შესვლაც ესეთი მამა არა, მაგრამ საინტერესო საკეთებელი როლია. აი არტისტის შემთვის არის ძალიან საინტერესო როლი და აი მინდა რომ კარგად გამოვიდეს. არიამა გაგვიზიარა დეტალები და ასევე თქვენც გაგვიზიარა დეტალები, გამოვტყუოთ ინფორმაცია მიუხედავად იმისა, რომ პრემიერამდე ჯერ ადრეა. საინტერესოა რა გაგიჭირდათ, რომელი თვისება ან რომელი ქცევა ამ პერსონაჟის მორგება თქვენ საკუთარ თავში. ჯერ არ დაგვიწყია. აი ესე არა მდგარად მაგიდასთან. ჯერ ფურცლებით მაგიდასთან ძალიან მაინტერესებს. მაგიდასთან მუშაობის პროცესი არასოდეს არ გადაგვიღია და მე მგონი ერთხელ სიუჟეტი გადავიღოთ აუცილებლად. მაგიდასთან მუშაობის პროცესი.
ასევე საინტერესოა უთხრათ მაყურებელს, როდის შედგება სპექტაკლის პრემიერა და ეს დეტალებიცაც შეიძლება შეიძინონ ბილეთები. 17-18 ივნის. ივლისშიც არის დაგეგმილი. ივლისშიც არის დაგეგმილი, მაგრამ პრემიერა 17-19 ივნისი მცირე სცენაზე. ბილეთები ჯიზეც იყიდება, ბილეთები სალაროში შეუძლიათ შეიძინონ. ახლა იქ 100 კაცამდე ეტევა, ბევრი არა. კი ბატონო. თუმცა რამდენიმე დღე იქნება და შესაბამისად გადანაწილდება მაყურებლები. გადანაწილდება. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. სპექტაკლს აუცილებლად დავესწრებით. რომ როგორც თქვენ თავად აღნიშნეთ, საინტერესო იქნება ეს ყველაფერი. წარმატებები კიდევ ერთხელ და შევახსენებთ მაყურებლებს, კი ჩვენი სტუმრები იყვნენ რეჟისორი მარიამ სიხარულიძე და მსახიობი ზაზა ზოიძე. მადლობა. თქვენს დიდი მადლობა და ტელევიზიას მადლობა, რომ ჩვენს გვერდით გაიხარეთ. მადლობა.